საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ამ მოუსვენრობის დუღილი რაც არის იმაში, რა ქვია, ბედკრულ იბერიაში, რომელიც გაბრწყინების გზაზე დგას, ყოველდღე ახალი ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციებით ქართულ საზოგადოებას განებივრებული აქვს ცხოვრება ასე მხიარულად და ასე საინტერესოდ. ალბათ სოფლიოს არც ერთი ქვეყნის საზოგადოება არ ცხოვრობს, შეიძლება შეერთებული შტატები, იქაც საერთოდ ყველაფერი ამერიკულ შოუზე არის აგებული, პოლიტიკაც და საზოგადოებრივი ცხოვრებაც და ალბათ გვეტყობა ჩვენს, რომ პირველი მედასავლეთეები ვართ, ჩვენი ქვეყანაც ასე არის მოწყობილი და ყოველდღე ახალი ნიუსები ტრიალებს, რომლის მოსვენის შედეგადაც ადამიანს გიჩნდება რაღაცა ესეთი დეჟავიუს გრძნობაო რა, ასე რომ იტყვიან. პირველი იმის შესახებ, რომ რა უბედურებაა ბიჭო, ამდენი კორუმპირებული თუ არის ამ ქვეყანაში და თუ ამდენი კორუმპირებული აღმოჩნდა ამ წმინდა ბიძინას ბანაკში და ბუნაგში, მაშინ ამ ქვეყანას მართლა საშველი არ უწერია და მეორე რითაც ქოცები ამაყობენ, რომ ისინი ებრძვიან კორუფციას და არ ინდობენ არც მისიანს და არც სხვისიანს. ახლა ამ ორიდან რომელერც დაიჯერებს, ეს უკვე თვითონ მოსახლეობაზე არის გათვლილი, თუმცა ქოცების ასე რომ ვთქვათ, ხარდასაჭერი ვერსია არის და მთელი სერიოზულობით ამბობენ ამ ყველაფერს, რომ ბატონ ბიძინას ყველა მუღალატა და საწყალი ბატონი ბიძინა რამენაირად უნდა დაიცვას ქართველმა ერმა და ამიტომ ამდენი უნამუსო ღორი, რომელიც მათ რიგებში იყო, თურმე ეს ყველა პასუხი უნდა აგოს და როგორც ზვიად გამსახურდიას უღალატეს, ესე უღალატეს ბატონ ბიძინასაც ყველამ და აი ესეთი ბედკრული ბედის კაცი არის, როგორც ზვიადი იყო, აი ისეთი კაცი არის ბატონი ბიძინა და ჩვენ უნდა გვეცოდებოდეს და უნდა ვტიროდეთ ბატონი ბიძინას ბედის შესახებ რამდენი უმადური აღმოაჩნდა. არა და სინამდვილეში საქმე არის სხვანაირად. ეს არის ჩვეულებრივი კლანური გარჩევა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას სახელმწიფოებრიობის არსი ოდნავაც არ ესმით, ამათ ესმით უბრალოდ მე საკუთარი, მხოლოდ ვინვის ბანაკში არის, ვინვის ბანდაში არის, ეს იციან მარტო და სახელმწიფო და ეს ხანია არც არავის ახსოვს და ახლა ბიძინას რატო უნდა ახსოვდეს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთვის და ქვეყნისთვის კეთდება, ჩემო კარგო. მოკლედ დღეს დილიდან სხვათა შორის რას მინდათ, იცი, აი ყურადღება მიაქციოთ ხალხო. დააკვირდით ბოლო პერიოდის რაც განსაკუთრებით რაც დინარაძე გადავიდა სუსის უფროსად, რას გაგონებთ ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოს უახლესი წარსულიდან. აი კარგად დაფიქრდით და მე გეტყვით, დიდი დაფიქრება ამას არ ჭირდება, ვისაც კარგად ახსოვს ნაცების პერიოდი, აი ახალმოსული პერიოდი განსაკუთრებით, როდესაც ნაცები მოვიდნენ ხელისუფლებაში და როგორ დაიწყეს მათ კორუფციასთან ბრძოლა. როგორ ხდებოდა ჩაწერები, როგორ ხდებოდა დაბეზღებები, როგორ ხდებოდა მტკიცებულებების დადება და როგორი ოპერატიული ჯგუფები შერბოდნენ, ცოლქმრის ლოგინშიც კი შერბოდნენ, ხო გახსოვთ ის შალიკიანს რო ოჯახში შეუვარდნენ და ძინარე ცოლქმარს იარაღებით დაადგნენ თავზე. მახაჯერთლათ მაქამდე არ არიან, მაგრამ და თუ დაჭირდა საქმეს მაქამდეც მივლიან და ამ ყველაფრის აფიშირება, ამ ყველაფრის გამოსაჯაროება და ჩაწერების პერიოდი. არ გაქვთ ზუსტად იგივე შეგრძნება, რომ თან ყოველდღე ახალი რაღაცა უბედურების შესახებ ატყობიებდნენ საზოგადოებას თუ როგორ წმინდავდნენ ისინი ქვეყანას კორუფციიდან. იდენტური არის ერთ-ერთში ყველანაირი კუთხით იდენტური არის ერთ-ერთში და რატო? იმიტომ რომ დინარაძე თვითონ ეს ბოზიშვილი ეს არის თვითონ ჩამოყალიბებული ნორჩი ნაცი
სკოლა გავლილი, თვითონ თავის დროზე სუსის ნასეტკა და შემდეგ ნაცების სასამართლოს ადვოკატი, რომელთანაც გარიგებები იდებოდა, რომელიც მღეროდა დანამას, რომელიც ნანულას ულოცავდა სოციალურ ქსელში დაბადების დღეებს ღიად და რომელიც იყო ესა რა ქვია მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი და ასე შემდეგ ეს უნარები სკოლა რაც აქვს გავლილი და რაც მთავარია ნაცების ბუნებას როგორც ახასიათებდა დღეს მე შენთან ერთად ერთ უფრასებს ვივართ, ვჭამთ, ჭიქას ვაჭახუნებთ, ძმობას ვეფიცებით ერთმანეთს და ჩვენ ორ შორის რომელიც პირველი გაბოზდება ისაა მართალი და კაი კაცი და არ დანდობა საკუთარი არავის. აი ზუსტად ერთი და იგივე ხელწერა, ანუ მოულოდნელად, ფლიდურად, ნაბოზრულად მე დავრჩე პატიოსნად და რაც თავარია ბოლომდე გაანადგუროს ადამიანი. აი ეს ხელწერა აქვს ზუსტად ამას დინარაძეს და ახალი ცოცხი კარგად გვისო რო არის ნათქვამი, აი ზუსტად ამ დინარაძეზე არის ნათქვამი. მადლობა ვახტანგ, გაიხარე. ხო, აი ამიტომ ვისაც უნახია ის პერიოდი და ვისაც ახსოვს ის პერიოდი, იმ წუთში მიხვდება ერთ-ერთში დამთხოვას, ეს სისტემა იგივე არის, არც არ წასულა. ჩვეულებრივად მოდერნიზებული მოქალაქეთა კავშირი იყო ნაცების ბანდა და ქოცებიც რა თქმა უნდა ნაცებიდან წარმოშობილი ბიონაგავი არის. ამიტომ ეს ჩვეულებრივი ამ სისტემის მე ამ ხალხს მაინც ერთი სისტემის ხალხს დავარქვევდი, სისტემის ხალხი არის და კარგად ხვდებიან იმას, რომ ესე იგი თუ გინდა რაღაცნაირად საზოგადოებაში ხელისუფლებამ პოპულარულობა შეინარჩუნოს, ყოველ დღე უნდა იყოს რაღაც ახალი უბედურებები, რომელშიც უშიშროების სამსახური მოძრაობს ჩანს და აი ეს რეიტინგს უწევს ხელისუფლებას თუ როგორ მუშაობს და როგორი ბრძოლა მიმდინარეობს კორუფციის მიმართ და არა აქვს მნიშვნელობა ახლა იქ დიდი იქნება თუ პატარა იქნება, მთავარია ის გატისკონ. საქმე ახლა რაში არის? დიდი თევზები, რომლებიც ყავთ ამათ დაჭერილები, ფაქტია, რომ ყველა არ თანამშრომლობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაც თავის დროზე ფულები აქვს მომპარული და გემრიელად აქვს ჯიბეები გავსებული, უკან დააბრუნონ. ამიტომ სხვადასხვა ფორმით ხდება ამ ადამიანების ზეწოლის განხორციელება, რომ მათ ეს ფული რამენაირად უკან მოიტანონ. აი, ეს სანამ ეს ბრიფინგები და ესენი იქნებოდა თავდაცვის სამინისტროში, ახლა აღებული აქვს თავდაცვის სამინისტრო. გახდა საჯაროდ ცნობილი ეს ყველაფერი, რომ ესე იგი თავდაცვის სამინისტრო თურმე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძეს ზარალის უკან ანაზღაურებას მოთხოვს. ესე იგი თუ ეს იქნება ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ჯარისკაცების ლუკმას ჭამდა, ბრალდებული და დამნაშავედ ცნობილი, მას ჩამოერთვება მისი ქონებები და დაუბრუნდება სახელმწიფოს თუ ის რა თქმა უნდა ვერ მოგვარდება ბატონ ბიძგვინესთან და მის თანამებრძოლ ქოცებთან ასე რომ ვთქვათ გარიგებაში. და ამას მოყვება თავისთავად კლანის წმენდა, რომელი კლანიც თავდაცვის სამინისტროში ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ბურჭულაძესთან. მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს 7 ოპერაცია, 7 ბოროტმოქმედი რომ დააკავეს ეს რა ქვია, ექიმები, გამწვევი კომისიის ხალხი და ეს მთელი ეს სინდიკატი, თურმე რა უბედურებას ტრიალებდა თურმე თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც გაწვევების გამო გადავადებებს და ესეთ რაღაცებს თურმე ყალბისაბუთებით აკეთებდნენ, ეს ხალხი ყველა იყო კავშირში რაღაცნაირად ნათესაურად, ახლობლურად თამათ აი ამ ერთ კლანთან. ამიტომ ხდება მათი ახლობლების დატერორებაც, ხდება მათი ახლობლების განადგურებაც. თანაც ხდება ეს ყველაფერი დააკვირდით როგორი ფორმით ხდება, ხო? ერთად ზიან, ერთად სვამენ, ერთად ჭამენ, უცებ ჩამწერი აპარატი აქვს და ამ დროს 20 წლის ბიჭო, რომელსაც ამ ახალგაზრდებს როგორ უწამლავთ და უფუჭებთ,
ბუნებას, ხასიათს და აი ესენიც ხო თანამშრომლობენ ამ ყველაფერში. ეს წვევანდელები 20-21 წლის ბიჭები, რომლებიც ჯარში უნდა გაიწვიონ და ამათაც რევენ ამ კორუფციულ ბუნაგში და აჩვენებენ, რომ აი ჩვენ თურმე კორუფციას ვებრძვით. აი ბატონო, რაღაცას დაიჯერებდა ადამიანი თქვენსაც, რომ თქვენ სამშობლო გიყვართ და კიდე რაღაცას დაიჯერებდა ის, რომ მართლა შეცდომები მოგდიოდეთ საქმის კეთების დროს, მეგობრულად გეტყოდათ ადამიანი, ამ მიგითითებდათ ამ შეცდომების გამოსწორებაზე, მაგრამ ესე იგი ამ 21 პირს იჭერთ იმის გამო, რომ ესე 7 თუ 8 ადამიანს რაღაცა ეს რა ქვია ჯარიდან თავის არიდების საბუთები გაუყალბეს და გააკეთეს. აი ბატონო, მაშინ მე მაქვს ლოგიკური კითხვა მაქვს, რატომ არავინ პასუხს არ აგებს იმ მოვლენაზე, რომელი მოვლენაც იყო მასობრივი, რომელი მოვლენაც იყო სისტემური, რომელი მოვლენაც იყო ქართული შეიარაღებული ძალების და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამომთხრელი და საერთოდ ქართული საზოგადოების დამანგრეველი, გირჩის აწყობილი ლეგალური ოფიციალური ბიზნესი, რომელი ბიზნესის მიხედვითაც 60,000 ახალგაზრდა ხას უსვამ 60,000 ახალგაზრდა იქნა გადეზერტირებული, როგორი ჯარი იყო და როგორი სამსახური ჰქონდა, ეს სხვა საკითხია კაცო. ეს სხვა საკითხია. ეს სხვა ამბავი არის. მაგის თქვენი ბრალი არის, რომ ხელისუფლებაში მოთხრევიდან თავდაცვის სამინისტროში ბოზები, ჩათლახები და დედამოტყულები დანიშნეთ და ეს ხიდაშელებს დამაჩაბარეთ ქართული ჯარი და მას რა ქვია? იზორიას კიდე, ხო? ისე ძალიან მაინტერესებს. ბურჭულაძეს ბიჭო, ბურჭულაძემ რა ჭამა ქართულ ჯარში, ახლა ჯარის მდგომარეობა თუ არ ვიცი, მაშინ არაფერი არ მწოდნია. ბურჭულაძის შეჭმული ზღვაში წვეთი არის, რაც იზორიამ ჭამა ქართულ ჯარში. რაც იზორიამ გაძარცვა ქართული შეიარაღებული ძალები, მაგ ტრისა, მაგ დედაძაღლმა, მაგ ბოზიშვილმა, მართლა ძაღლის გაგდებულმა. ჯარის კაცების პირდაპირ საჭმელი ჭამა, პირდაპირ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის გაყიდა. და ჯარის მოპარული იმითი ფულებით იმაში ისანში და იმაში სამშენებლო კომპანიები შექმნა და იმას რა ქვია აშენებდა და ეს მთელი ელჩები და ესენი გერმანიის და ამის და იმის მის ბინაში იყო შესახლებული და აცხოვრებდა. რა შედარებაა, ვინ შეიმფერებია ბურჭულაძე იზორიასთან, მაგრამ იზორიას კაციშვილი არ ახსენებს და იქ ჩქოვანი ყავდათ კიდე გენერალი ფუჩუ, რომლის შვილიც ასევე სუსში მსახურობდა. რაც იმათმა შეჭამა, ეს ზღვაში წვეთი არის. აქ არის ერთ ჩვეულებრივი მომენტი, იმიტომ რომ იზორიას ეტყობა თავისი მოპარული ფულიდან წილი შიაკ ქოცების ბუნაგში. და არა აქვს ამასთან დაკავშირებით პრობლემა. მაგრამ კეზერაშვილმა როგორ არ ჭამა, რა კეზერა ხო ამათ რო კითხვა, ამათი გუნდის წევრი არ იყო. ესენი ხო არ იყვნენ კაცო. კეზერაშვილი საერთოდ თავდაცვის სამინისტროში ყველა უარგისი მოდის ფულის საჭმელად და თავდაცვის სამინისტროში კორუფცია იყო ოდითგანვე და ფულის მოტეხვა იყო, ამდენი არც ერთ სამინისტროში არ ყოფილა ჩემო ძმაო და ასეთი გაუბედურებული და ასეთი გათახსირებული არც ერთი არ ყოფილა. მაგრამ კეზერაშვილი კაია რომ კეზერაშვილი თქვი, მაგრამ კეზერაშვილი მართალია ნაცების თავდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ საქმე რაშია იცი? კეზერაშვილმა როდესაც ამდენი მოიპარა და ბლომად დაივსო ჯიბეები და წავიდა შემდეგ საქართველოდან, ახლა მარტო ჯარიდან კი არა, ამურია მთლიანად გაძარცვა. მთლიანად გააპარტახა ყველაფერი საქართველოში რა. დავატირია მისი რა. არ მინდა სომელიმე ერთ შეეხოს, მაგრამ არაფერ შუაში არ არის, ერი ყველა ერშია ცუდი და კარგი. მაგრამ ფაქტია, სომეხმა, სააკაშვილმა და ებრაელმა, კეზერაშვილმა და ებრაელმა, ივანიშვილმა და ამათმა კიდე იმან ისეთი უბედურება დამართეს ქვეყანას, იგი სადაა კიდე ის ნაძირალა, ეს იაკობაშვილი, იმაში როა, რა ქვია, ამერიკაში როა გამძვრალი კონფლიქტების მინისტრი რო იყო. ამათმა გაძარცვეს და გააპარტახეს ქვეყანა. ქართული ჯარზე აღარაა საუბარი კაცო.
მილიარდები იშოვეს ქართული ჯარის სახელით და იარაღის გაყიდვით და მე აქ იყო საფრანგეთში ისა რა ქვია დაჭერილი კეზერაშვილი და ფრანგულმა მხარემ რომ მოთხოვა კოცებს პირდაპირ მოთხოვა კოცებს რომ ისთვის და ბრალდება ოფიციალურად წარმოუყენეთო და მაშინ ეს ქვაზე დახატული ეშმაკს რო ყავს ესე წულუკიანი ამის დამსმელი გაწყდა ეგ იყო იმათ რა ქვია პროკურორად მაშინ და თუ იუსტიციის მინისტრი იყო და გამოაგზავნა ის და ვერანაირი ბრალდება ვერ წარმოუდგინეს იმას რა ქვია კეზერაშვილს ფრანგულ პოლიციაში და გამოხედეს ფრანგებმა და თქვენი დედა უთხრა რომ ყველა უბრალოდ თუ კაცს დაგვაჭერიეთო და გაუშვეს და რატო გაუშვეს იმიტომ გაუშვეს ბიძინასთან ერთად ებრაული კლანის წევრი იყო და ერთი თუძუკვებავდა ორივეს და მოხდა იქ შეთანხმება და კეზერაშვილისთვის პასუხისგება არავის არ აინტერესებს და კეზერაშვილს მაგერ ტელევიზიაც აქვს და ბილბორდების ბიზნესი კეზერაშვილისაა და კეზერაშვილისაა ესე რა ქვია ნავთობპროდუქტების ბიზნესი გალფი და ასე შემდეგ ამათმა ყველამ ქართული ჯარის ძარცვიდან წამოიდგეს სული ხო რატო ხდება ახლა ეგ ყველაფერი ხდება მარტივად იმიტომ რომ საქართველოს ხო სახელმწიფო რეალურად არ არის ეს არის ტერიტორიული ერთეული რომელსაც მართავს დანაშაულებრივი სინდიკატი ამ დანაშაულებრივ სინდიკატში თავმოყრილი არის ბიძინა ივანიშვილის ბანდა და ამ ბანდას აქვს თავისი შიდა კანონები რომელიც კონსტიტუციაზე მაღლა დგას ბიძინა ივანიშვილი ყველანაირ კონსტიტუციაზე მაღლა დგას ვისაც უნდა იმას დაშლის ვისაც უნდა იმას მოშლის ვისაც უნდა იმას დანიშნავს ვისაც უნდა იმას გადანიშნავს და თან ოფიციალურად ახლა პირველი კაცია ხო ქვეყანაში ხო თან როგორ თვითონ არაფერზე პასუხს არ აგებს თვითონ არც პრემიერ-მინისტრი არც პრეზიდენტი არანაირი თანამდებობა არ უკავია ყავს ეგრე სამაგისოდ შნირები მე ამ შნირებს გასვრის იმაში გამოსვრის ამაში ერთმანეთზე გადაკიდებს და თვითონ პასუხს ოფიციალურად არაფერზე არ აგებს ჩვენ ხო ასეთი სისტემა მართავს საქართველოს და მე გაგიკვირდებათ რომ საქართველოს არც ერთ ნორმალურ გაერთიანებაში არ ეძახიან და არც ერთი ნორმალური ისა რა ქვია სახელმწიფოს ლიდერი არ ხვდება და არანაირი ურთიერთობა არ აქვს იმიტომ არ აქვს რომ ჩემო ძმაო ეგეთი სიტუაცია არის იმიტომ რომ აქ მაფიური სიტუაცია არის და აქ მხოლოდ და მხოლოდ მაფიური კლანის ბიზნესები შეიძლება შემოვიდეს რაღაცა ისიც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ის არაბული ბიზნესი რომელსაც სულ ფეხებზე კიდია ყველანაირი კანონები გარიგდებიან აგერ ბიძინასთან და ფეხზე გადაიდებენ და ჩაიდებენ ყველაფერს და იყიდიან ქართულ მიწას და აშენებენ უზარმაზარ და ასახლებენ თავის უჯიშო შთამომავლობას და ასე შემდეგ აი ეს არის იცით და აქ ახლა ხალხს აყურებიებენ ამ ყველაფერს თურმე თვითონ როგორ ებრძვიან როგორ ლამაზად და როგორ კარგად ებრძვიან თურმე იმას რა ქვია კორუფციას თურმე იმაში რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხდება აბარა კაცო კობახის წირო დაუდო არ აიღებს მართალი ხარ რა თუნდა წინაღებული ბიტკოინებით უნდა ჩაურიცხონ ჯიგარო ეგ ახალი მოდერნიზებული კორუფციის სახე არის ეს ფულის ხვირწინ დადება და აღება პირდაპირ ხაფანგია არავის არ ჭირდება მაგი ეგ ბიტკოინების ანგარიში და რაფერაც ყავდათ ის შვილობილი რო ყავდა ბიძინას კორუფციულ ბიზნესებზე რატოა საქმე არის სხვის სახელზე და სხვის გვარზე და თავსდაბოლოს ვერ გაიგებ და ჩარიცხე კრიპტოვალუტა და გაგეთდება საქმე 21 საუკუნეა რა თუნდა ნინო ხვირწინ ფულის დადება ესავეა თქვენი საქმე კაცო ვერ განვითარდით სოფლიო განვითარდა და საქართველოში კიდევ ხვირწინ ფულის დადების გჯერა ასე არის და ასე ხდება ეს ყველაფერი და იმისთვის რომ თავიანთი სკამი გაიძლიერონ თავიანთ გასრილ თავიანთ მოსრილ თავიანთ კლანობრივ სიტუაციას აი ესე სანახაობრივად წარმოაჩენენ დაანახებენ გამოშტერებულ ხალხს რომ აი თურმე იბრძვიან იმისთვის ამისთვის ასე ისე კი არა გირჩის ამბავს უბრუნდები ისევეს გირჩს ეს მარტო იმათ არ ქონდა რა ქვია იდეოლოგიურ და რაღაც დანაშაულებრივ იმათ რა ქვია კანტორად გაკეთებული
გირჩის ეს ყველაფერი კომერციალიზებული ქონდა. გირჩმა ამ ბიზნესში 60,000 ესა რა ქვია დეზერტირის საბუთი რო გასცა. იცით თითო ფურცელში რამდენი ფული აიღო? მინიმუმ 20 ლარი. იქ ასე იწყებოდა საერთოდ. თუ დაბალი დონის იერარქიელი გირჩის საბუთი გინდოდა 20 ლარი უნდა გადაიღეხა და ეს გირჩის ღრდლობა თუ გინდოდა, თუ ეპისკოპოსობა გინდოდა 50 ლარი უნდა გადაიღეხა და თუ კათალიკოსობა გინდოდა გირჩის რაღაც 300-400 ლარი და ახლა პატრიარქობას ვერავის ვერ დაუთმობდა. შეიძლება თუ მაგარ ფულს არ გადაუხდი და ის იაგო ყავდათ პატრიარქად დაყენებული. და იაგოს კიდევ ამერიკის ელჩი ყავდა პატრიარქად დაყენებული და აი ესეთი დანაშაულებრივი საქმიანობა აქციას დანაშაულებრივ ბიზნესად 100 ლარი რა არა რიგითი 20 ლარი იყო 20 კეთდებოდა საქმეები ლევან 20 ლარი იყო ზევით და ზევით მე ემატებოდა და ემატებოდა ხო უფრო და უფრო მეტი პრასვეშიონი რო იქნებოდა ხო იცი უფრო გამწყინებული და გასხიბოსნებული გირჩელი რო იქნებოდა ეს მე დაუძახებდნენ ამ ხალხს და ვისაც გინდათო ძმაო ფული კი გადაიხადეთო მაგრამ პლანი აგერ აგვაქო ერთად მოვწიოთო ბორდელი აგერ გავხსენითო ბასეინი გვაქვს აუზი გვაქვს და დაждდებოდნენ მე და ხან ეს დაბოლილებს და დაშტერებულებს ქონდათ იმაში რა ქვია ბასეინებში და იმაში ქონდათ შეკრებები და ხანდახან უბორნიაში იკრიბებოდნენ ასე კოლექტიურად თათბირის ჩასატარებლად და ასეთი მარგინალური ჯგუფი ბიძინა ივანიშვილმა გადააქცია ემათ რა ქვია პოლიტიკურ ძალად და ესეთი პოლიტიკური ძალა შემდეგ პარლამენტარები გახდნენ უზარმაზარ თანამდებობებზე ავიდნენ და ეს ყველაფერი იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი აი მოусმინეთ ამას ბაყაყს რო გავს ეს შამუგია თუ რა გვარია მეგრელიშვილი და ზურაო ცოცხალი მტკიცებულებაო იმისო რომ ივანიშვილი არისო კეთილი დიქტატორიო როცა გირჩს ქმნიდანო ჩემიო მთავარი კითხვა იყო რა გარანტიები აქვსო ახალ პარტიას ივანიშვილისგანო და პირობა რაცო მოვისმინეო ჩემთვისო მისაღები იყო ვინ მისცა ამათ პირობა ღმერთო დაალოცე ბატონი ბიზინე არაფერი 1000 ლარი არ იყო ქალბატონო არაფერი 1000 ლარი არ იყო ამათ იმაში რა ქვია იყო ამათი ბუნაგში რო შესულიყო ვინმე და ჯარისთვის თავი აერიდებია 20 ლარი იყო 20 და 20 ლარზე რომ გადაანგარიშო ეს ყველაფერი რამდენი გამოდის 1,200,000 ესე იგი 1,200,000 იშოვა გირჩმა დანაშაულებრივ საქმიანობაში რომ გაადეზერტირა ხალხი და ეს 1,200,000 კიდე ფული აიღო და თავისი ის ნახა რა ქვია დაფინანსება მოიპოვა თუმცა ეგ არაფერი იყო ზღვაში წვეთი იყო რაც გირს დაფინანსებები ჰქონდა ბიზნესიდან და მათგან ხო ძმაო ასე იყო ახლა რა ვიცი ხან ბორდელებში იკრიბებოდნენ და ხან უბორნიაში იკრიბებოდნენ და ხანსად და დღეს გამოსულები არიან დაზდილები არიან და გელაპარაკებიან პატრიოტიზმზე და ასე შემდეგ 60,000 კაპრალი ხო კაპელანები ყავს გირჩის კაპელანები ყავს გაიგე გირჩის კაპელანები საერთოდ თავდაცვის სამინისტროს რა დამართეს ეს ცალკე საკითხი იყო იმიტომ რომ ის კახპაკალიც ცოტა ისეთი ძნელად აი ბოზი ამასთან შედარებით მილიონჯერ პატიოსანი არის ეს რო არის ეს ხიდაშელი ეს ძუკნა ეს ამორალიზმის ზეობა ის როდესაც გახდა თავდაცვის სამინისტრო იმან გააუქმა საერთოდ ქართულ ჯარში სამხედრო ავიაცია პილოტები უმშევრად დატოვა და სუსტა ყველანაირად გაანადგურა ქართული ჯარი და ქართულ ჯარში ერთადერთი რაც იყო
იყო მართლმადიდებლური ეკლესიები და იმის რა ქვია ჯამების და მეჩეთების მშენებლობა დაიწყო იმაში შეერაღებულ ძალებში რომ სხვა სარწმუნოებისო ისო რა ქვიაო ჯარისკაცებიო თუ არიანო ჩვენთანო ქრისტიანმა თუ შეიძლება ილოცოსო მუსულმანმა ჯარისკაცმა რატო არ უნდა ილოცოს აი ამას დაამგვანა ღმერთმა დალოცე ბატონო ბიძინამ ეს ყველაფერი არა ცოდვას ვერ ვიტყვი გირჩები მაგ მხრივ პატიოსნად მუშაობდნენ შვამავალი და რამე არ ყავდათ თუ თავარია მისულიყავი იქ და მოგეწერა ხელი და არავინ არ გიხსნიდა რასაც წერდი ხელს სიმართლე ეს ასია იქ არავინ გეუბნებოდა შენ რომ იმას რასაც აწერ ხელს რომ იმ დოკუმენტს რაც ძალა შეიძლება ქონოდა რომ ის იყო გირჩელობის მღვდლობა იმას შენ არავინ არ გეუბნებოდა რომ შენი სტატუსით ხდები გირჩის მღვდელი რითაც შენ სარწმუნოებას უარყოფ ამას არ უხსნიდ ბევრმა შეიძლება ეს გაუცნობიერებლად გააკეთა ну თითოეულმა უფრო იცის გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებლად გააკეთა მაგრამ ზოგს ჯერა რომ ამით სარწმუნოებაზე უარი არ უთქვიათ მაგრამ მე გეტყვით რომ მოხდა ესეთი სხვადასხვა სამტრედის რაიონში მოხდა ესეთი სიტუაცია რომ აი გირჩიდან ჯარით დათხოვილი ახალგაზრდა დაიღუპა ავარიაში და როდესაც ოჯახმა მღვდელი დაიბარა და მოიყვანა რომ წესი აეგოთ ამ სასულიერო პირმა იკითხა რომ ხომ იყო ქრისტიანი ხო იყო და როგორც კი გაიგო რომ ეს იყო გირჩის სასულიერო პირი მან მიცვალებული ზიარებაზე უარი თქვა იმიტომ რომ ყველანაირი მართლმადიდებლური ქრისტიანული წესით ხალხო ის რომ შენი პირადი სარგებლობისთვის გახდი რომელიღაცა სექტის სასულიერო პირი რომელთაც ისარგებლე და ჯარიდან თავი დაიხსენ თუ პული იშო ეს არ ჯდება ერთი მეორეში და წარმოიდგინეთ ოჯახისთვის რამხელა ტკივილი იყო რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა არავინ არ აზიარა აი ამას აკეთებდნენ ეს სატანის მოციქულები ესე აი ესე ამ უბედურებაში არის ესა და ეხლა ეს მოდერნიზებული ნაცები ჩაბუდებული კოცობაში გამოდიან და აი ესე ძველი მიშური ფორმებით მიშა კიდე თავის დროზე ბოლშევიკების და ფაშისტების და ნაცისტების და ამათი ისა რა ქვია ლოზუნგებით და ქემალისტების ლოზუნგებით იდგა ელემენტარული რო გავიხსენოთ ეს გასაკეთებელი კიდევ ბევრია მეტი სარგებელი ხალხს გამარჯვებული ხალხის ტელევიზია ეს ლოზუნგები ჩემოგარგებო რომ გითხრათ ყველას თავისი საყავდა მაგალითად გამარჯვებული ხალხის ტელევიზია ეს იყო მუსოლინიდან შემოტანილი მაშინ ტელევიზია არ იყო მაშინ არსებობდა გამარჯვებული ხალხის რადიო გასაკეთებელი კიდევ ბევრია ეს ბუდუმდივნის ისა რა ქვია ლოზუნგი არის 20-იან წლებში მეტი სარგებელი ხალხს ბოლშევიკებს ეკუთვნის ესეც და ის რო იყო ხო იცით დარია თუ ავდარია მიშა მაგარია ეს სტალინს მოპარეს ეს სტალინისტვის მიზღვნილი ის იყო დარია თუ ავდარია ჩვენი გული მაგარია რადგან ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ დიდ სტალინს აბარია ეს ამათმა მიშაზე გადმოაკეთეს ხო ასე აშტერებდნენ ხალხს აბა თვითონ ისი მომგონებლები იყვნენ ეგენ მესმის ბაია მესმის ახლა მე მაგაცი აღარა მაქვს საუბარი კაცო მე ახლა საპატრიარქო რო გავსებული არის თვითონ საერთოდ ებრაული კლანით და თავიდან ბოლომდე კაბალისტებით და იმით არის ავსებული რა ქვია რომლებსაც არანაირი შეხება არ გააჩნიათ ამ ემასთან რა ქვია ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან შემობრძანდით აგერ და მონაზონის დედა თამარის ვიდეო ნახეთ YouTube-ზე მიდევს 3-4 ვიდეო თქვემოთ თუ რას ყვება მონაზონი თვითონ თუ რა ხდება საპატრიარქოში და როგორ ხდება ახლა ამაზე არა საუბარი მე იმას ვამბობ თუ ესენი პრაქტიკაში რას ახორციელებდნენ
ასე იყო შემოკარგებოდა ამას აკეთებს ისა რა ქვია ბატონი ბიძინე და ამას აკეთებენ ამათი ბანდა და ბალაგანი და კიდევ უფრო გაართულებენ იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ. აი ხლა რო ატყდა ერთი ამბავი რო არის კიდე ატეხილი მაგალითად რომ ისო რა ქვიაო რა კანონს ღებულობენო შეიძლება გზავნილებიც გადაამოწმუნონ. დიახ გადაამოწმებენ. ემიგრანტებს ხო ყველას წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ხო ყველას წაართვეს. ეს არაფერი. ახლა გზავნილებიც კიდე უნდა გააკონტროლონ ვინ ვის გაუგზავნა და ვის როგორ გამოუგზავნა და რატო გამოუგზავნა. იმიტომ მაგათ არ დაემუქროთ საფრთხე. ამას ყველაფერს აკაცუკების სახელებით გააკეთებენ. ყველაფერზე წავლიან. გამოვლიან 1000 უბედურებებს, დაიწყებენ, აი დღეს აი მინდა გაგაცინოთ რა. ბიჭო, ეს უკრაინელების კანალში ძრომიალი. ახლა უკრაინის ელჩი რომ მოდის და კახარებულები რო არიან, უკრაინა რო ბომბებს და დაქირავებული მგენს, რა ქვია, მებრძოლებს და არეულობას და იმას ტერორისტებს და იმას აგზავნიდა საქართველოში, ესენი უკრაინაში ყველას ჯობნიდნენ ჰუმანიტარული დახმარებით და აგერა ყობახიძის გაგზავნილი გენერატორები რომელიც გააგზავნეს უკრაინაში აღმოჩნდა თურმე უკრაინელები ამად გაგზავნილ გენერატორებს თურმე შავ ბაზარზე ყიდიან და ძალიან გემრიელადაც იჯიბავენ გაჭირვებულ ქართველებს რაც წართვით და უკრაინაში გააგზავნეთ აქამდე ის არ იმყოფინეთ ეს ახლა ბოლო დროს გაგზავნილი არის ეს გენერატორები ქართველ ადამიანს რამე რო დაჭირდეს კაპიკ ფულს ვერ გააგდებიეთ ამ დედამოტყუნებს ხელიდან და ამათმა ჭადგენ თავიდან ბოლომდე გაპარსეს ქართველები და ეგერ გაუგზავნეს იმას უკრაინას და უკრაინელები ამათ გაგზავნილს მერე ეგერ ყიდიან იმაში უკრაინაში არ იცოდნენ ხო ამათმა რომ ასე მოხდებოდა და ახლა იძახიან ჩვენ რა შვაში ვარ ვაი მე ყოხთა ჩემოძმაო შაშიაშვილი და ესეთი ნაბოზრები იტყვიან ეროვნული ვარო და იგი ვარ და იგი ვარო აბა ნორმალურ ადამიანს სულ არ ჭირდება მაგის ყვირილი ყველამ ყველაფერი კარგად იცის სინამდვილეში ვინ ვინაა და რას წარმოადგენს და ვინ ეროვნული იყო და ვინ ყვეროვნულია დღესაც და მაშინაც არა უკრაინელი მაგას არ იკადრებდა უკრაინელებზე ნამუსიანი ხალხი დედამიწის ზურგზე არ დადის უპატიოსნესი უწესიერესი ადამიანები არიან და ხელისუფლება ყავთ იმნაირი კიდე ისეთი პატრიოტი თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის სტალინის მინისტრი იყო ერთი მომარაგების მინისტრი შეწუხდა რატო შეწუხდაო დიაგნოზი დაუსვეს რომ შიერი იყო და რატო ხარ რომ შიერიო რო უთხრე რატო ჩემიო ხალხიო შიმშილობსო და რა ნამუსით უნდა ვიყო მეო მაძღარი მე რა რომ მინისტრი ვარ აი ასეთი იმის დონეზე აქვთ ყავთ აყვანილი უკრაინელებს პატრიოტიზმი ისინი რა მეიპარავდნენ მაგას საყოველთაო დაზღვევაც მოხსნეს ყველაფერი მოხსნეს ამათ ემიგრანტები ჭირდებათ მარტო ფულის გამომგზავნელად ხო აბა უკრაინაში გააგზავნეს აგერ კაცო ხო $500,000 ღირებულების და დაუდგენ ახლა აპა უკრაინელები ცოდვები არ არიან კაცო ჩვენ გვიცავენ მაგენი ნაგლობის თავი სადა აქვს ხალბატონო აი უმადურები კი არიან უმადური ხალხი და ასე თვლიან რომ მთელი მსოფლიო მაგათთან ვალდებულია და ყველა ვალდებულია უკრაინელთან და უკრაინასთან მოკლედ მიშას ბუნაგში გამოზდილი ესა დინარაძე რა თქმა უნდა სხვას უკეთეს ვერაფერს ვერ გააკეთებდა ამიტომ თავისთავად მოდერნიზებული მიშისტები ხოცობას არაკლია და გაგრძელდება მომავალშიც ასე ამ ბოროტი ცირკის ყურება საქართველოში და რათაც მეტი მლოცველი იქნება
ბიძინა ივანიშვილის სახელზე მით უფრო უკუღმა და უკუღმა იქნება საქმეები. ამაში დარწმუნებული იყავით. ხა დაგემშვიდობებით და შემოგეხმიანებით საინტერესო რაღაცას ვამზადებ, იმიტომ რომ ეს არ ვიცი ახლა როდის მექნება მზად, მაგრამ აუცილებლად შემოგთავაზებთ ბლოგს პროპაგანდასთან მიმართებაში და რამდენ რამეს ამოიცნობთ ქართულ საზოგადოებაში ეს სამხედრო პროპაგანდა როგორ არის გამჯდარი. ძალიან საინტერესო ბლოგს ვამზადებ და შემოგთავაზებთ აუცილებლად. ზუსტად რო არ ვიცი ახლა. რამდენ ხანში მოვასწრებ დამთავრებას, მაგრამ მალე დამომთავრებ. კარგად გრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.